საბერძნეთში 4 შაბათს დაწყებულმა სტიქიამ ქვეყნის დედაქალაქის ნაწილი დატბორა. კოკისპირულმა წვიმამ და ქარმა ათენში მდებარე გლიფატას უბანში გზები ტალახიდა და ნარჩენებით დაფარა. მოსახლეობის ნაწილმა საკუთარი ავტომობილების პოვნა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც დატბორილ ქუჩებში წყლის დონე მიკლო. უპრეცედენტო ზიანის აპასუხოთ მუნიციპალურ მუშაკებს ადგილობრივები ეხმარებიან. ადგილზეა მძიმე ტექნიკაც. წვიმა 4 შაბათს 7-დან 8 საათამდე დაიწყო. ავტობუსი აქ გაიჭედა. მანქანები ცდილობდნენ გამოძრომას, თუმცა ვერ შეძლეს და დაღმართზე სრიალი დაიწყეს. ბულდოზერები გუშინ გამოჩნდნენ, რათა ავტობუსი დაძრან. ახლა ყველაფერი კარგადაა, თუმცა როგორც ირგვლივ ხედავთ, ქალაქს საკმაოდ დიდი ზიანი აქვს მიყენებული. სრული ქაოსი იყო, გარეთ გასვლა შეუძლებელი იყო. ხალხს სახლები დაეტბორა. აქ უკვე 15 წელია ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი მინახავს. სტიქიამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორისაა სანაპირო დაცვის თანამშრომელიც, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და სტიქიის დაწყებისას მეთევზეებს სანაპიროს დატოვებისკენ მოუწოდებდა. დაღუპულია კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც გარეუბანში წყალდიდობას ემსხვერპლა. როგორც გავიგე, ქალი თავისი სახლიდან გამოვიდა. ის აქ ახლოს ცხოვრობდა. მან სცადა ქუჩის გადაკვეთა. ალბათ სადღაც იყო მისასვლელი ან შესაძლოა ბავშვებთან მიეჩქარებოდა. უცებ მანქანა წყალმა ჩაითრია. ის მანქანის ქვეშ მოექცა და დაიღუპა. ხედავთ გამაგრებითი სამუშაოებისა, ათენის სამხრეთ ნაწილში წყალი და ნარჩენები ჰიმეტოსის მთიდან მაინც ჩამორეცხა, რადგან სტიქია ძალიან მძლავრი აღმოჩნდა. 24 საათის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაახლოებით 1000-მდე ზარი მიიღო დახმარების თხოვნით. ქალაქის ამ ნაწილში ამჟამად სკოლები დაკეტილია. დროებით გაუქმდა საბორნე მიმოსვლა ადგილობრივ პორტშიც. ზიანი ჯერჯერობით არ დათვლილა.